და როგორც დაგკვირდით, დღეს კიდე მეორე ლაივსაც გთავაზობთ ამირანის თავისუფლებისა და ჯაჭვების საკითხზე, ჩემს ჰიპოთეზას, რა შეიძლება იყოს ამირანის ჯაჭვების შინაარსი სიმბოლურად და რა არის რაშია ამირანის თავისუფლება. წინა ლაივზე, წინის წინაზე უბრალოდ ვისაუბრე, რომ ამირანი შეიძლებოდა გათავისუფლებულიყო, მაგრამ ყოველ ჯერზე როცა პატარა ჩიტი ჯდება გრდემლზე, არ ტყავს უროს და თვითონვე იჯაჭვავს თავს. ნახეთ, ეს ძალიან საინტერესოა იმ გაგებით, რომ ადამიანები, რომლებსაც გვაქვს მიჯაჭვულობები, ასეთი თუ ისეთი, პრინციპში ჩვენც ურევი ვართ ამ მიჯაჭვულობაში, ჩვენი საკუთარი ურო ურევია და დარტყმა თორემ. ეგრე არ იყოს, პრინციპში ჩვენი გათავისუფლებაც აღარ იქნებოდა ჩვენს ხელში. ამითი ეს თან კარგი ამბავია და თან ცუდი. ცუდი იმით არის, რომ მტკივნეულია იმის აღქმა და გაცნობიერება, რომ მე თვითონ ვიჯაჭვავ თავს, მაგრამ მეორე მხრივ თუ ეს ესეა და ამას აღვიქვალ, მიუხედავად ტკივილისა, ის გათავისუფლებაც მერე ჩემს ხელშია. ეხლა ამირანის ჯაჭვი დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედით, ძალიან მოკლედ ვაპირებ ამას ლაივს, უბრალოდ ნათლად რო თქვა ფორმულა. ამირანის ჯაჭვი არის, რომ ის უნდა იყოს მხსნელი და ის უნდა იყოს სუპერ ადამიანი. ეს არის მისი ჯაჭვი. საერთოდ პატარა ერებს ახასიათებთ ესეთი სუპერგმირები და ესეთი მითოსები და მხსნელის დაბადების სურვილები და ეს მოდის იქიდან, რომ თითოეულ ოჯახში, როცა გაჭირვებაში, სიღარიბეში, ომიანობაში ბავშვი იბადება, ამ ბავშვის სუპერ შესაძლებლობების მოლოდინი და იმედი აქვთ ხოლმე მშობლებს და უნდათ რომ ამ ბავშვმა გაიზარდოს და ოჯახი გადაარჩინოს და აი ასე აჯაჭვავენ მას რაღაცა მისიას. და ეს მისია ამირანის შემთხვევაში არის, რომ უნდა იყოს ძლიერი, უნდა იყოს რაღაცა გმირი, უნდა იყოს დევების დამმარცხებელი და ღმერთსაც კი უნდა დაუპირისპირდეს, იმდენად ძლიერი უნდა იყოს. და ეს ჯაჭვი იმდენად ძლიერია, რომ პატარა სუსტი ჩიტის დანახვაზე თავიდან იჯაჭვავს თავს და ვერ თავისუფლდება. და მისი თავისუფლება, ამირანის თავისუფლება, ისევე როგორც ასეთ მესიანურ ოჯახებში დაბადებული ხალხის თავისუფლება, ვისაც წამოკიდებული აქვს ხოლმე უდიდესი მოვალეობები და რაღაცა მისიები ცხოვრებაში, რომ მთელი ოჯახი და სანათესაო უნდა გაქაჩოს ზოგჯერ არიქა და თუ ნიჭიერი აღმოჩნდა ხომ თლათ. მერე თუ შეატყვეს ახლა 2-3 წლის ასაკში, რომ რაღაცა დიდი ნიჭის მატარებელია, მერე მთლათ მთელი ოჯახი ასე შეყურებს, რომ აბა ეს გადაგვარჩენს და ეს იქნება ჩვენი მხსნელი. და თან ტაშს უკრავენ და ხო გახსოვთ ქრისტე ტაშის კვირით რომ შევიდა იერუსალიმში, რა მოყვა ამას 3 დღის მერე. ასევე ასეთივე ზარზეიმით შესწირეს, ხო? ანუ ის რომ ხალხი შენგან მოელის, რომ რაღაცა მესია იყო და მხსნელი იყო და ამაზე ტაშს გიკრავენ და თვალებ გაფართოებული აღფრთოვანებულები გიყურებენ, რომ აი ეს არის ჩვენი დედა და მარჩენალი თუ მამა და მარჩენალი და ეს ჩვენი ოჯახის ყველაზე ნიჭიერი წევრია და ეს ყველაფერს გააკეთებს და მშობლების რჩეული თუ ხარ და აი ამირანივით გმირი თუ ხარ, რომელსაც შეუძლია რომ 1000 რამე გააკეთოს, საფრთხილოა, იმიტომ რომ მეორე მესამე დღეს შეიძლება შემოტრიალდნენ და მსხვერპლათაც კი შეგწირონ. აი როგორც ქრისტე შეწირეს ისე. არ არის ეს პატარა სიმბოლო, ხო? და ამირანის შემთხვევაში, ანუ, როდესაც ის მიჯაჭვულია, რომ გმირი იყოს, იქაც მსგავსი რამ არის მომხდარი. ნახეთ, ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ მიაჯაჭვა ნათლიამ, რომელიც იყო ღმერთი. ანუ იქაც დაასჯა და მიჯაჭვა და რაღაცა ღვთისნებით არის, ხო? ქრისტესთანაც ხო ასე რაღაც მამა ღმერთის დაშვებით არის ეს, რომ რაღაც გამოისყიდოს, ანუ კიდე ხალხი უნდა გადაარჩინოს. მოდი ქრისტიანობას არ შევეხები, იმიტომ რომ მართალია საკმაოდ ვერ ყვევი, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე ვერ ყვევი. იმ ნაწერებში და ტექსტებში ისე, რომ მაგას შევეხო. ეგ მართლა ძალიან დიდი შინაარსების მქონე რელიგიაა. მაგრამ მეორე სხვა იმ წახნაგს მაინც ვიტყვი, რომ სახასიათოა, რომ ებრაელ ხალხში დაიბადა ქრისტე. იმიტომ რომ ხსნელი ჩვენსავით პატარა და დასუსტებულ ქვეყანას ჭირდება და არა დიდ და მძლავრ ქვეყანას, ხო? ანუ იქ არის ეს მომხდარი. მანამდე ეს მოსე და ეგვიპტის ამბავიც ხო არის, იქაც მხსნელზეა საუბარი. ჩვენთანაც ეხა პატარა კულტურაა და ამირანია, აი მაგარი ბიჭია და ყველას გადაარჩენს და პრომეთეს შემთხვევაშიც ხო ჩამოაქვს ცეცხლი და ამბავი და ანუ იქაც გადარჩენაზე არის და ხალხს როგორ ეხმარება ამაზეა, ხო? ნუ ეს მხსნელის სინდრომი არის.
და მაგარი ბიჭის და მესიის და აი ყველაზე ძლიერი და მაგარი რო უნდა იყოს და ამ დროს მიჯაჭულია ამ იდეას და ცხოვრება გვერდით მიედინება როგორც ამირანის შემთხვევაში. და ამირანის გამოფხიზლება იქნებოდა თუ ის გააცნობიერებს რომ შეუძლია რომ არ იყოს გმირი და შეუძლია რომ იყოს ადამიანი. შეუძლია რომ იცხოვროს და ამ შემთხვევაში თუ ის თავის თავისუფლებას მისცემს რომ უბრალოდ იცხოვროს როგორც კაცმა. ამ შემთხვევაში ჩიტი ვეღარ მოუშლის მას ნერვებს, სუსტი და პატარა ჩიტი, იმიტომ რომ ინტეგრირდება მასში. ეს სუსტი და პატარა ჩიტიც ამირანია. ეს არის სუსტი და პატარა ჩიტის დევნის მცდელობა საკუთარ თავში, რომ უფრო კარგი გმირი იყო და უფრო ძლიერი გმირი, ხო? რასაც ამირანი აკეთებს. და ამიტომ გარედანაც ნერვებს უშლის ეს პატარა ჩიტი. და რეალურად თუ რაღაცა ესე ძალიან ნერვებს გიშლის გარეთ, აი ესეთი პატარა ჩიტი ან რაღაცა, ხო? შესაძლოა შენს თავშია ის შესატანი, გასაცნობიერებელი, აღსაქმელი. და კი, აი ამ პატარა ჩიტივით თავისუფალი ცხოვრება, ისეთივე ცხოვრება, როგორც დევგმირი ამირანის ცხოვრება. და უკეთესიც არის რაღაცით, იმიტომ რომ ჩიტი მიჯაჭული არ არის და თავისუფალია. ამიტომაც აი ესეთ მესიანური შინაარსების მქონე ქვეყნებში ძალიან სახასიათო და მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი გამოფხიზლდეს და ერთ დღეს მიხვდეს, რომ გმირობა, მისია, ეს ყველაფერი კარგი, თუ გინდა იყავი გმირი და თუ სიამოვნებს აიღე მისიები და შეასრულე. ოღონდ არც ის ჩიტი დაივიწყო და ის ჩიტივით თავისუფალი ცხოვრება. და ის პატარა ჩიტივით ჭიკ-ჭიკი და ფრენა აქეთ-იქით და სიმსუბუქე რაც იმას აქვს. და ორივეს თუ დააინტეგრირებ, ჯაჭვებიც თავისით დაწყდება და აღარ იქნება. და ეს კი ალბათ ძალიან ბევრ ქართველ ადამიანს სჭირდება რომ ეს უთხრა, იმიტომ რომ მე ვიცი, მინახავს კონტექსტი, რომ ჩვენს კულტურაში ძალიან ხშირად არის მესიანი ბავშვები, რომელსაც მშობლები ხსნელის როლს მიანიჭებენ და ელიან, რომ ეს ახლა მთელ სამყაროს გადაარჩენს და კარგია მაგ ჯაჭვიდან გათავისუფლება აი ამ ცნობიერებით, რომ კი ბატონო, თუ ძალიან გინდა ატარე მისიებიც, ოღონდ მისიებიც და არა მთავარია მისია და პატარა ჩიტიც კი, რომელიც მე ნერვებს მომიშლის, იმიტომ რომ სუსტია და პატარაა და მოწყვლადია, ავიღო და ურო ვარტყა და